წინა ვიდეოში ჩვენ ვისაუბრეთ კონსერვატიული იდეის საფუძვლებზე და შევეხეთ იმას, რომ თავდაპირველად კონსერვატიზმი განვითარდა როგორც ინტელექტუალური რეაქცია განმანათლებლობისა და საფრანგეთის რევოლუციის მიერ გამოწვეულ რადიკალურ ცვლილებებზე. და ასევე შევეხეთ ედმუნდ ბერგს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადრეულ ფიგურას კონსერვატიული აზრის განვითარების ისტორიაში. ამ ნაწილში კი უკვე ვისაუბრებთ კონსერვატიული იდეების შემდგომ ევოლუციაზე. მე-18 საუკუნის შემდეგ კონსერვატიზმი ვითარდებოდა ცვალებადი პოლიტიკური და სოციო-ეკონომიკური პირობების პასუხად. ახალ დროსა და გამოწვევებთან ერთად ჩნდებოდა კონსერვატიზმის განსხვავებული ხედვებიც. ედმუნდ ბერგის შემდეგ კონსერვატიული აზროვნების განვითარების ისტორიაში შეგვიძლია რამოდენიმე მნიშვნელოვანი პერიოდი გამოვყოთ. ესენია მე-19 საუკუნის კონსერვატიზმი, სადაც ცალკე აღნიშნავს იმსახურებს მე-19 საუკუნის ბრიტანული კონსერვატიზმი, მე-20 საუკუნის კონსერვატიზმი და თანამედროვე კონსერვატიზმი. მოდით გამოვყოთ თითოეული პერიოდის უმთავრესი დამახასიათებლები. მე-19 საუკუნის ევროპული კონსერვატიზმისათვის მნიშვნელოვანი ფიგურაა ავსტრიელი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი კლემენს ფონ მეტერნიხი, რომელმაც ნაპოლეონის ომების შემდგომ პერიოდში უმთავრესი როლი შეასრულა კონსერვატიული პრინციპების დანერგვაში. მეტერნიხი მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და გადამწყვეტ როლს თამაშობდა 1814-15 წლების ვენის კონგრესის კონფერენციაში, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ევროპაში სტაბილურობის აღდგენა ნაპოლეონის ომების შემდგომ და ევროპული ძალების ისე დაბალანსება, რომ მომავალში ვერცერთ სახელმწიფოს მოეხერხებინა დომინანტი პოზიციის დაკავება. მეტერნიხის პოლიტიკური მსოფლმხედველობა კონსერვატიზმთან ასოცირდება, ვინაიდან ის მონარქის ერთ-ერთი თავგამოდებული დამცველი იყო და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების საქმეში ცენტრალიზებული ძალაუფლების რწმენა ჰქონდა. იგი მხარს უჭერდა ლეგიტიმურად მიჩნეული ევროპული მონარქიების აღდგენას და საფრანგეთის რევოლუციით გამოწვეული ცვლილებების გაუქმებას. გარდა ამისა, ის კრიტიკულად იყო განწყობილი ლიბერალური იდეებისადმი, რომლებიც განმანათლებლობასა და ფრანგულ რევოლუციასთან ასოცირდებოდნენ. ასე მაგალითად, ის ეწინააღმდეგებოდა სახალხო სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური მმართველობის იდეებს და მათ დესტაბილიზაციის პოტენციურ საფრთხედ აღიქვამდა. მას სჯეროდა დამკვიდრებული ინსტიტუტების, ტრადიციებისა და სოციალური იერარქიების და ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ რადიკალურ ცვლილებას. აქვე საინტერესოა ისიც, რომ მეტერნიხის კონსერვატიზმი და არსებული წესრიგის შენარჩუნების სურვილი გულისხმობდა ძლიერ წინააღმდეგობას ნაციონალიზმისა და ნაციონალისტური იდეების მიმართ. იგი წინააღმდეგი იყო ნაციონალიზმის გამოვლინებებისა და განსაკუთრებით ებრძოდა ერის სახელმწიფოს დაფუძნების ნაციონალისტურ მცდელობებს, რადგან მათ მრავალეროვნული იმპერიების დამანგრეველ ძალად მიიჩნევდა. მე-19 საუკუნის ევროპული კონსერვატიზმი გარკვეულწილად წარმოადგენდა მოდერნულობისა და სწრაფი ინდუსტრიალიზაციით გამოწვეული რადიკალური ცვლილებების წინააღმდეგობას. კონსერვატიული ტრადიცია, რომელიც ამ პერიოდში გავლენებს იღებს რომანტიციზმიდან, ყურადღებას ამახვილებს ტრადიციების მნიშვნელობაზე, ორგანულ საზოგადოებასა და კულტურის მემკვიდრეობაზე. თუმცა მრავალ ევროპულ ქვეყანაში კონსერვატორები, რომლებიც მონარქიულ სისტემას უჭერდნენ მხარს, წოდებრივად თავადაც წარჩინებულ საზოგადოებას მიეკუთვნებოდნენ და მათ პირდაპირი ინტერესი ჰქონდათ შეენარჩუნებინათ საკუთარ სოციალურ სტატუსთან დაკავშირებული პრივილეგიები. ამიტომაც მე-19 საუკუნის კონსერვატიული ღირებულებებიც მე-18 საუკუნის მსგავსად არისტოკრატიისა და მსხვილ მიწათმფლობელების ინტერესებთან მოდის თანხვედრაში. არსებული საკუთრების ურთიერთობისა და სოციალური იერარქიების შენარჩუნება სწორედ მათთვის სასარგებლო უნდა ყოფილიყო. მე-19 საუკუნის კონსერვატიულ ტრადიციაში ცალკე აღნიშნავს იმსახურებს ბრიტანული კონსერვატიზმი. ამ პერიოდის პოლიტიკური ლანდშაფტი ბრიტანეთში ტორიზმისა და ვიგიზმს შორის დაპირისპირებად მოიხსენიება ხოლმე. ტორები, რომლებიც ბრიტანეთის მიწათმფლობელთა საპარლამენტო ფრაქციას წარმოადგენდნენ და მხარს უჭერდნენ მონარქიას, შემდგომში კონსერვატორებად იქცნენ. ხოლო ვიგები, რომლებიც კონსტიტუციური და საპარლამენტო მონარქიის მომხრენი იყვნენ, ლიბერალურ პარტიად გარდაიქმნენ. ამდენად თუ ტორები კონსერვატიზმთან და ტრადიციონალიზმთან ასოცირდებიან, ვიგების მემკვიდრეობა ბრიტანეთში ლიბერალიზმთან და რეფორმებთან ასოცირდება. მე-19 საუკუნის ბრიტანული კონსერვატიზმის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია ეგრეთ წოდებული ერთი ერის კონსერვატიზმის იდეის აღმოცენება. ეს არის კონსერვატიული რეფორმიზმის ტრადიცია, რომელიც დაკავშირებულია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ დიზრაელის სახელთან.
და რომელიც ცდილობს სოციალური უთანასწორობის საკითხის მოგვარებას. ამ მიდგომას ახასიათებდა ფართო სოციალური უთანასწორობის შიში. ის აღიარებდა განსხვავებული სოციალური კლასების არსებობას და სოციალური თანხმობის შენარჩუნების მიზნით ყურადღებას ამახვილებდა ერთი მთლიანი ერის არსებობაზე, რომელსაც უნდა ჰქონოდა საერთო ინტერესები. დიზრაელი, რომელიც ორჯერ იყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მოიაზრება მე-19 საუკუნის ბრიტანული კონსერვატიზმის ერთ-ერთ უმთავრეს ფიგურად. მისი სოციალური რეფორმების ახალი ხედვები და იდეები კი გადმოცემულია მის პოლიტიკურ ნოველებში Coningsby, ანუ ახალი თაობა და Sibyl, ანუ ორი ერი. ამ პერიოდის ბრიტანული კონსერვატიზმის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიმახასიათებელია თავისუფალი ვაჭრობის ხედვების განვითარება. თუ ადრეული მე-19 საუკუნის კონსერვატორები დიდწილად სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი თავისუფალი ვაჭრობის იდეებისადმი, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან კონსერვატორები იწყებენ თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკების მხარდაჭერას. და ეს ტრადიციული ტორების პროტექციონისტული პოლიტიკებისაგან განსხვავებულ და ახალ იდეოლოგიურ მიმართულებას წარმოადგენს. მე-19 საუკუნის დასაწყისში კონსერვატორთა პროტექციონიზმისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მარცვლეულის კანონი, რომელიც იმპორტირებულ მარცვლეულზე ტარიფებს აწესებდა და ამით იცავდა ადგილობრივი სოფლის მეურნეობას. 1846 წელს კონსერვატორების პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფილმა საკუთარ პარტიაში მნიშვნელოვანი თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად მარცვლეულის კანონი გააუქმა და თანამოაზრეებთან ერთად, რომელთაც მანამდე მარცვლეულის კანონის მოწინააღმდეგეთა ლიგა ჩამოაყალიბეს, თავისუფალი ვაჭრობის სარგებლიანობაზე დაიწყო საუბარი. სწორედ ამ ნაბიჯით ბრიტანული კონსერვატიული პარტია უარს ამბობს ტრადიციულ პროტექციონისტულ პოლიტიკებზე და ყურადღებას ამახვილებს თავისუფალი ბაზრების, კონკურენციისა და ეკონომიკაში მთავრობის ლიმიტირებული ჩარევის სიკეთეებზე. ასე ვითარდება ეკონომიკური ლიბერალიზმის მიმართულება ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიაში და მასზე გავლენას ახდენს კლასიკური ეკონომიკური ლიბერალური თეორიები და მათი laissez-faire-ის, ანუ მთავრობის ჩაურევლობის ეკონომიკური პრინციპები. მე-20 საუკუნის კონსერვატიზმი უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდგომი კონსერვატიული ტრადიციაა. დასავლეთ ევროპული კონსერვატიული იდეების განვითარების ან ხელახალი განვითარების ხანად სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დამკვიდრებული ლიბერალური წესრიგი ითვლება. ამ ისტორიულ ეპოქაში ხელახლა აღმოცენებულ პოლიტიკურ კონსერვატიზმს დასავლური პარტიული სისტემის შიგნით განვითარებულ ფენომენად მოიაზრებენ. ამ დროს კონსერვატიზმი ხელახლა ხდება აქტუალური და ეს გამოწვეულია კონსერვატორთა აღქმებით კომუნიზმის მიერ გამოწვეული საფრთხეების შესახებ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეპოქაში ასევე აქტუალური ხდება ამერიკული კონსერვატიზმი, რომელიც ნაწილობრივ აღმოცენდა პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის ახალი გარიგების პოლიტიკაზე რეაქციად. კონსერვატორები კრიტიკულად უყურებდნენ ამერიკის ფედერალური მთავრობის აქტიურ და მზარდ როლს ეკონომიკაში. ოდნავ მოგვიანებით ამერიკული კონსერვატიზმი უკავშირდება ისეთ სახელებს, როგორიც არის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და მისი კონსერვატიული კოალიცია, მათი ძლიერი საბაზრო ორიენტაციებით და ანტიკომუნისტური საგარეო პოლიტიკით. და ასევე მარგარეტ ტეტჩერი დიდ ბრიტანეთში, რომლის კონსერვატიული ეკონომიკური პოლიტიკები ტეტჩერიზმის სახელით არის ცნობილი. რეიგანისა და ტეტჩერის სახელებთან დაკავშირებული კონსერვატიული ტრადიცია, ნეოკონსერვატიზმი და თანამედროვე კონსერვატიზმი ჩვენი მომდევნო ვიდეოს თემა იქნება.